მეგობრებო, თამაშდება ეს პლანშეტი, ამ პლანშეტის მოგება შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს, ვინც არის ჩემი არხის გამომწერი. ეს პლანშეტი ჩვენ წინა ვიდეოში განვიხილეთ და უშუალოდ როგორ უნდა მოიგოთ ეს პლანშეტი, შეგიძლიათ ნახოთ სხვა ვიდეოში, რომელსაც დავდებ რამდენიმე დღეში და იქ უკვე დეტალურად იქნება განხილული ეს ინფორმაცია. მანამდე გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი თემა. ესე იგი, ჩვენი დღევანდელი თემა, მეგობრებო, როგორც მიხვდით, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში, უძრავი, მოძრავი და სხვა ძეგლები, სად უფრო რომელ კუთხეში უფრო მეტია. ეს არის ძალიან საინტერესო რუკა და აქ არის მოცემული ალბათ 99% თუ ასე არა, ყველა კულტურული ძეგლი, რაც ცნობილია ამ ეტაპზე საქართველოს და არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ძველი ქართული კულტურული ძეგლები, რომელიც არის თურქეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სომხეთის ტერიტორიაზე არ ჩანს, სომხეთის ტერიტორიაზე ასევე აგერ არის ორი კულტურული ძეგლი. მოდი დასავლეთიდან მივყვეთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველაზე უკიდურესი დასავლეთით ეს არის აქ რა არის ნახოთ აბა. ეკლესია, მონასტერი. გავხსნათ აბა რა არის. სოფელ სულევოს ჩრდილოეთით მდებარეობს დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ჩრდილოეთიდან მცირე ზომის სათავსი ჰქონია მიშენებული. გაგრა სოფელის სულევო და ძველი ფოტოა კომუნისტების დროს გადაღებული სავარაუდოდ. კიდევ უფრო ჩრდილოეთით ეს არის ნაგებობათა ნაშთები, რომელსაც ფოტო არ აქვს. შუა საუკუნეების მე-14-18 საუკუნეების. აქ უკვე ეს ალბათ გაგრა უნდა იყოს ესით თუ არა. გაგრა უფრო ქვემოთა. განთიადი ყოფილა კი ბატონო ეს. რომელიც არის მე-14-18 საუკუნეების ადრე შუა საუკუნეები მე-19 საუკუნე უფრო. პერიოდი და თარიღი მე-7 საუკუნეა მითითებული. აქეთ რა არის? ხა ესე იგი ეს არის უკვე გაგრა. გაგრას ტერიტორიაზე ეკლესიის ნანგრევებია. ოღონდ არ არის მითითებული ხო? რომელი ეკლესია რა? გაგრის ლიძაო ტევრის განაპირას გამსახურდია აგარაკის უკან პატარა ბორცვზე ეკალბარდებით ხებით მინდაბრული ეკლესიის ნანგრევი. თარიღი არ არის მითითებული, პერიოდი მე-14-18 საუკუნეების შუა საუკუნეები. დაახლოებით 9 საათი ავთვალიერებ ამ საიტს და ამდენიმე ესეთი ამოვარჩი, რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება. ეს არის მაგალითად მეგალითური სამარხი დოლმენის სოფელ ეშერადან ნაგებობა ჩანს, გარეგნულად რაღაც ქვის მეგალითური ნაგებობა არის. აქ მითითებულია ბრინჯაოს ხანა, ძველი წელთაღრიცხვა მე-4 ათასწლეულები, ადრე ბრინჯაოს ხანა. ტერიტორია არასწორად არის მითითებული სავარაუდოდ. თუ გადმოტანილია ეს. კი ბატონო, გადმოტანილია მეგობრებო, სწორად ამითითებული. ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოუტანიეთ ეს. დაწერით კომენტარებში, ეს თუ თბილისში იყო ეს ნაგებობა, მეგალითური სამარხი დოლმენის სოფელ ეშერადან. აქამდე მე არ ვიცოდი. აი ყოფილა ამ ადგილას ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მნიშვნელოვანი, რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება. ეს არის თბილისის თავდაცვის ზოლი, ტაბახმელას პოზიციის სამხრეთ სანგარი, რომელიც თურმე დღემდე შემორჩენილია. აი ესე გამოიყურება. ეს არის დღევანდელი სოფელ ტაბახმელას ტერიტორიაზე, იქიდან გადაყურებს ველს თბილისის შემოგარენში, რომელიც თურმე აგებული ყოფილა 1914 წლიდან 1921 წლამდე. კარგი, შემდეგი. სატორგეს გამოქვაბული კომპლექსის დარბაზული ეკლესია, ძალიან საინტერესო ნაგებობაა, მეგობრებო, როგორც ჩანს ეს. ხედავთ, რომელიც კლდეში არის გამოკვეთილი სავარაუდოდ და პირველად აღმოჩენილი იქნა 2022 წელს, ხოლო კომპლექსში შესვლა პირველად მოხერხებულია 2025 წლის იანვარში, ანუ სრულად ახალ აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია სატორგეს გამოქვაბულ კომპლექსი და რა ვიცი, აქედან ალბათ სავარაუდოდ შევიდნენ ალპინისტების ზემოდან დაკიდებული თოკების საშუალებით, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ქვემოდან შესვლა აქ შეუძლებელი იქნებოდა და არ ვიცი, ალბათ უკავშირდება საიდანმე
ადრე როგორ შედიოდნენ არ ვიცი ალბათ აქ ეკლესიაში დარბაზულ ეკლესიაში ფოტოები სხვა ფოტოები არ არის ის თურმე ყოფილა კახეთში ზემო ბოდბეში სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ფოტოზე რუკაზე აღნიშნულია რა ადგილია ეს მოკლედ ეს უცებ ნახევარ საათში რაც აღმოვაჩინე თქვენ შეგიძლიათ ჩაყვეთ ამ საიტს და ძალიან ბევრი საინტერესო ძეგლი აღმოვაჩინოთ რომელიც თუ როცა გეგმავთ ხოლმე ტურისტულ მარშრუტს გამოგადგებათ რომ ნახოთ რომ აი აქ ეს ძეგლია რუკაზე არის ყველაფერი დეტალურად აღნიშნული მაგალითად მარტვილის მუნიციპალიტეტში კანიონის ნახავთ რომ მიდიან ხოლმე ხშირად მეკითხებიან რა ადგილები ვნახო და ნუ მე ურჩევ ხოლმე ძირითადად ურჩევ კანიონის მიმდებარე ტერიტორიას რაცა მარტვილის მონასტერი სალხინოს დადიანების კომპლექსი იქ ნოქალაქევის ენაქში იქვე არის ახლოს ნოქალაქევის კომპლექსი და მე იქ ხეობა ტეხურის ხეობა და ნუ ასე შემდეგ და ასე შეიძლება ისეთ რაღაცები აღმოვაჩინოთ რაც თავადაც არ ვიცოდით და ძალიან საინტერესო იქნება როცა გეგმავთ და ვინც გეგმავს ხოლმე ტურისტულ მოგზაურობებს დაგეგმოს აი ამ რუკის დახმარებით კედლის მხატვრობა სვანეთის ტერიტორიაზე აბა ვნახოთ ეს რა არის ძალიან საინტერესო ჩანს ანუ ფრესკები გასაგები ეკლესიის ძირითადად ეკლესიის ფრესკები იქნება აქ შეტანილი უძველესი და ეს ძალიან ძველი ფრესკები რომელიც გვაქვს არის ჩვენი ეროვნული სიამაყე რა თქმა უნდა გელათის მონასტერი ყოფილა ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეგობრებო მე თერჯოლის ან ქალაქ ქუთაისის საზღვრებში მეგონა მაგრამ თუნდაც ყოფილა ტყიბულის მუნიციპალიტეტში წოდით ქვაზე კვეთილობა აქ ერთი არის აქ სვანეთის ტერიტორიაზე ეკლესია წმინდა გიორგის ჯგრაგ წმინდა გიორგის ეკლესია საქართველოში თქმა უნდა ბევრგან არის ოდითგანვე შენდებოდა წმინდა გიორგის სახელზე საქართველოში ეკლესიები და ნამდვილად შეგვიწიოს წმინდა გიორგი სრულიად საქართველოს მოდი ახლა ვნახოთ თურქეთში გამოდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლები ხახულის მონასტრის სამლოცველო კი ბატონო ეს რა არის ბანა ისტორიული ბანა ძველესი იშხანის მონასტერი სხვა შორის იშხანზე ამბობენ სომხები რომ სომხურია ოშკის იანე ნათლისმცემლის საკადრო ტაძარი რომელიც აღადგინეს თუ არ მეშლება თურქებმა ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა სამლოცველო რიზე არხალი უფრო ახლოს ყოფილა ეს ნახეთ მეგონი ხო ეს ტაოსკარი კეთმეტია არტანუჯის ციხე ტბეთის მონასტერი ლუკას საყდარი სათლეს ეკლესია მოკლედ ყველა ოპიზარია ეს ოპიზრები ბექა და ბეშკენ ოპიზრები ალბათ გაგიგიათ და ოპიზა ნახოთ აბა მერვე საუკუნის ძეგლი ოპიზას სამონასტრო კომპლექსი აი კი ბატონო აგერ ოპიზადან იყვნენ კი ბატონო ბეშკენ და ბექა ოპიზარნი ოპიზრები ანუ უძველესი მონასტერია რომელიც აღდგენილი იყო ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში ხანძთა ძალიან ახლოს ყოფილა საქართველოს საზღვართან ხანძთის გრიგოლ ხანძთელი როგორც იცით გრიგოლ ხანძთელის დაარსებული მონასტერია კი ბატონო აქ წერია მერვე საუკუნის მონასტერი დამაარსებელი გრიგოლ ხანძთელი ქართველი წმინდანი ლუკა საყდარი ეს პირველად გავიგე სოფელ ფორტი ჩრდილოეთით მდინარე ქარჩხალას ვიწრო ხეობაში მე-9 საუკუნის მონასტერი ძალიან საინტერესო რუკა არის ყველა ძეგლი საურავდოდ არის შეტანილი ეს რა არის ტბეთის მონასტერი ეს სათლეს მონასტერი ისინი ვნახეთ შავშეთის მონასტერი ეს რა არის ეს ნახეთ მეგობრებო თუ არა ეს ნახეთ ტბეთის მონასტერი დანარჩენი აქეთ რიზეს ტერიტორიაზე მონასტრები არ არის აღნიშნული
ყველაზე სამხრეთით რა არის? ვნახოთ უკიდურეს სამხრეთით. ხახულის მონასტრის სამლოცველო. ეს ხახულის მონასტრის სამლოცველო ქალაქები ეს ერზერუმისთან ახლოს ყოფილა ხახულის მონასტერი ერზერუმი, როგორც იცით, ერზერუმთან გაიმართა თუ არ მეშლება ბასიანის ბრძოლა და ერზერუმს ეწოდებოდა ქართულად ქვია კარნუ ქალაქი. კარნუ ქალაქი ქვია, ერზერუმში რამდენიმე თვის განმავლობაში ვსწავლობდი და ოღონდ მედიცინას და მაშინ დავინტერესდი ამ ქალაქი და აღმოჩნდა რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა ოდესღაც ძალიან დიდი ხნის წინ და ერქვა კარნუ ქალაქი და სწავლობდი სადღაც აქ გაიმართა ბასიანის ბრძოლა. თუ არ მეშლება, თუ მეშლება დამიწერეთ კომენტარებში. და Google-ას არ დავიწყებ. ეს ოშკის მონასტერი. მე-10 საუკუნის მონასტერი ყოფილა ოშკის იონე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი. ბანა, ისტორიული ბანა. კიაღმის ალთი. მე-10 საუკუნის 6 კონქიანი ტაძარი. მეტი უფრო სამხრეთით ქართული ისტორიული ძეგლი ამ რუკაზე არ ჩანს. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ აბა დღევანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლები იწყება ბელაქანიდან, ბელაქან მადლის ეკლესია, კავკასიის დიდი კედელი, კედლის ნაშთები ყველაზე კარგად შემონახულია ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში. თუ იცოდით, მე-6, მე-7 საუკუნეების კედელი ყოფილა ადრეულ შუა საუკუნეების. ეს არის მადლის ეკლესია. მე-11-მე-12 საუკუნეების ეკლესია ყოფილა, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხ-კახის მაგისტრალური გზის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით. აბა უფრო აღმოსავლეთით ბახთალას ღვთისმშობლის ეკლესია მე-16 საუკუნე, ეს უკვე გვიანი შუა საუკუნეებია. ფრესკების გამოსახულებებს თვალები დანით აქვს ნაჩიჩქნით, თუმცა მაინც იკითხება გამოსახულება მირქმა ქრისტესი მიზინება ღვთისმშობლისა. ვანდალიზმი დამატებით კომენტარის გარეშე. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია. ზუსტი თარიღი არ წერია, მე-4-მე-18 საუკუნეების შუა საუკუნეები. წმინდა სამების ეკლესია, ეს კიდევ უფრო აღმოსავლეთით. აზერბაიჯანი, კახი, დასახლებული პუნქტი ალათემური. მე-9-მე-10 საუკუნეები. არა, დასახლებული პუნქტი ყუმი ყოფილა. სამნავიანი ბაზილიკა, ყუმის ღვთისმშობლის ტაძარი, მე-6-მე-7 საუკუნეები. შემდეგი და ეს უკვე კახის მუნიციპალიტეტი და თვითონ კახში მე-13 საუკუნის ქმებია პატარა ალავერდი. ალბათ დიდი ალავერდის სახელზე ნაგები, ალბათ გავს ან გავდა არქიტექტურა, ალავერდის არქიტექტურას. ფოტო არ არის და ამიტომ არ ვიცი. კიდე უფრო აღმოსავლეთით ერთი ისტორიული ქართული ძეგლი, ეს არის ის ნახოთ რა არის. გზითის ეკლესია. მე-10-მე-11 საუკუნეები ხერეთის ტერიტორიაზე, შაქი, ორთა, ზეიზითის ტერიტორიაზე. გეგმით მარტივი ჯვრის ეკლესია, გარედან მთლიანად სწორრიგება დალაგებული შირიმის თლილი კვადრებით არის ამოყვანილი. დავიცი, ვინც ხართ ნამყოფი, დაგვიწერეთ კომენტარებში, ეს ეკლესია ეხლაც დგას ნანგრევები, ეკლესიის ნანგრევები. წერია, კი ბატონო. უფრო აღმოსავლეთით მეტი ქართული ისტორიული ძეგლი არ ჩანს ამ ტერიტორიაზე. ახლა გასაგებია ფერიდან შარ იქნება და აქეთ თუ ჩანს რაიმე ბულგარეთია.
სულ ეს არის დღეისთვის მეგობრებო, მე გაჩვენეთ ამ ვიდეოში ძალიან საინტერესო საიტი და საქართველოს ისტორიული ძეგლები საქართველოს რუკაზე. ეს საიტი თავადაც აღმოაჩინეს სულ რამდენიმე ხნის წინ, როცა ერთ კონკრეტულ ვიდეოს ვიღებდი, ვაკეთებდი და მაშინ აღმოაჩინე ეს საიტი და ძალიან დამაინტერესა, მე ჩვენს გამომწერებსაც დააინტერესა, კომენტარებში იყო თხოვნა რომ რა საიტია და მე გადავწყვიტე რომ ამ კონკრეტულ ინტერნეტ რესურსზე ცალკე ვიდეოს გამეკეთე. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი ქართული ისტორიული ძეგლის ნახვას ისურვებდით უახლოეს ხანებში. მადლობა.